მოუწოდაერსამას მოწაფეთა მისთა თანა და რქვამად, რომელსაუნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, ვისაც უნდა რომ გამომყვეს მოკლედ. უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექმე. რამდენი რამე ამაში, ჯერ ისეთი ბოლოსი შემომიდექინმე, კვლავ ვიმეორებ, მე თუ მდევნეს თქვენს გდევნიან. ეგ ერთი და ესე იგი, უარყავ თავი თვისი. ყველაზე ძალიან რაც უყვარს ადამიანს, საკუთარი თავი, საკუთარი ნება, საკუთარი ხორცი, საკუთარი სიცოცხლე, ამქვეყნიური, საკუთარი მისწრაფებები, საკუთარი ეგო, საკუთარი სიმართლე, ყველაფერი უარყავი, გეუბნება, უარყავი თავი შენ. კარგი ხო, ჩემ თავს უარყოფ, მაგრამ მეგებათან აღარ ვიტანჯებოდი ამ ცხოვრებისაგან, არა, ჯვარი გრჩება, აღიღენ ჯვარი შენი, ჯერ საკუთარი თავიც უარყავიო გეუბნება. მერე ჯვარი, რომელსაც არ გიუქმებ, აი როგორც პავლე მოციქულს არ გაუქმა, ეს ჯვარიც აიღეო და ეგრე გამომყევი. ხედავ, აი როგორ გაუმძაფრა, ხო? პეტრეს შერისხა და კი არ გვანუგეშა მერე, კიდევ უფრო ესე იგი რაღაცა ისეთი რამ გვითხრა, კიდევ უფრო დავიძაბეთ, რომ რაღაცა დიდი გველოდება, დიდი ომის წინაშე დავდექით. აი მე მინდა გითხრათ, რომ აი ამ საკითხში საკუთარი თავის უარყოფა რა ხდება, სულ პრობლემა არა. აი სამრელო ცხოვრებიდან გამომდინარე თქვა საუბრობ მე, იმიტომ რომ ბევრი ხართ, მადლობა ღმერთს და მოდიხართ და რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი ხო მართლა გულწრფელად ქრისტესთვის არის აქ, ხო? კაი, ვიღაცა შეიძლება რელიგიური გზნობებს იქმაყოფილებს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მინდა ეს დავიჯერო, მე მინდა დავიჯერო ის, რომ თქვენ ყველანი ქრისტესთვის ხართ, მოდიხართ და პრობლემები მე ხო სახეზეა, ვინც მეტად უღრმავდება ამ პრობლემებს მეტად ხედავს. და აი ხანდახან ეს ამ პრობლემების მიზეზი არის ხოლმე სწორედ ეს. ადამიანს ეძნელება საკუთარი თავის უარყოფა, ადამიანს ეძნელება ჯვრის ტვირთვა, ადამიანს ეძნელება ქრისტეს გაყვეს, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელიც არასოდეს უნდა გაჩერდეს. არასოდეს დასვენების შესაძლებლობა არ არსებობს. ცოტა უხეშად რო თქვა, შვებულებაში ვერ გახვალ სულიერი ცხოვრებიდან. არ არსებობს ეს. ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო. დაიწყო, როდესაც ჩვენ მოვედით. როდესაც ჩვენ პირობა მივეცით ღმერთს პირველი აღსარებით, მართლობის აღთქმა დავიწყებული ქონდა, მაგრამ რომ მოვედით და განახლდა, როცა მოხდა აქტუალიზირება მართლობის აღთქმისა და მადლისა, როგორ პირველი აღსარებით მოვედით, გადავწყვიტეთ, შეუდექით და მორჩა. უკან დასახევი გზა არ გვაქვს. დიდება უფალს ამისათვის. რომ უკან რა არის უკან? უკან რა არის? არაფერი, უკან არაფერია. უკან ჯოჯოხეთია. ხოლო წინ არის სასუფეველი.